ენერგეტიკის ministri ქუთაისის მერში ხვდა კახი კალაძე და დიმიტრი კოპალიანმა ქალაქში ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე იმსჯელეს. Ministris თქმით, ქუთაის ქარის სადგურების აგებას დიდი რესურსი აქვს. კალაძის ინფორმაციით, საპილოტო პროგრამა სექტემბერში გორში დაიწყება, სადაც 20 მეგავატიანი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება. გორის რაიონში იგეგმება 20 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურის მშენებლობა და ეს სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში წელსადნახევარი მაქსიმუმ დასრულდება. ეს იქნება საპილოტო პროგრამა 300 მეგავატის პერსპექტივით. ასევე ძალიან დიდი პერსპექტივებია ქუთაისში ქარის სადგურების განხორციელების და ამ თემაზე ძალიან დიდი დაინტერესება ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და გავაკეთებთ ახალ ქარის სადგურებს. დღეს გქონდა შეხვედრა რაც შეეხებოდა ენერგეტიკას და ენერგიას ქუთაისში, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ენერგიის ოპტიმიზაცია და ახალი ტექნოლოგიები შეიძლება ეს იყოს მზის ენერგიაზე, ან ქარის ენერგიაზე. არის სხვადასხვა პროექტები, უნდა მოვამზადოთ ახლა ჩვენ, რადგან დავავალეთ ახლა ჩვენ სამსახურის განხილვა.